თუ ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა ლიბერალიზაციას, ამას ექნება როგორც პირდაპირი პრაქტიკული შედეგები, ისე დამანგრეველი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენები. ქვემოთ განვიხილოთ ძირითადი შედეგები 4 კატეგორიად. პირველი. პირდაპირი შედეგები მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება უვრიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში. ყველა მსურველს დასჭირდება ვიზის აღება, როგორც ტურისტულ, ისე ბიზნეს, სამედიცინო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ვიზის მიღების პროცედურა რთული, ძვირი და დროში გაწელილი გახდება. მზარდი უარების რაოდენობა ვიზებზე. რეპუტაციული ფაქტორი იმოქმედებს. იზრდება შავი ბაზრის არალეგალური მიგრაციის და ტრაფიკინგის რისკები. მეორე. ეკონომიკური შედეგები. მცირდება ტურიზმი და საერთაშორისო გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედებს ტურიზმზე დამოკიდებულ სექტორებზე. საქართველოს პასპორტი დაკარგავს საერთაშორისო რეიტინგულ ზონას, რაც აისახება ბიზნესის ნდობაზე. ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ევროპულ ბაზარზე, შესაძლოა გართულდეს პარტნიორობა და ვიზიტები. შეანელებს ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის პროცესს. მესამე. პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგები. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება სიმბოლურად უდრის პროდასავლური კურსის გაწყვეტას. ოპოზიციური ძალები ამას გამოეყენებენ როგორც ხელისუფლების წარუმატებლობის მტკიცებულებას. საზოგადოებრივი უნდობლობა ევროკავშირისადმი შესაძლოა გაიზარდოს გარკვეულ ჯგუფებში, რაც გაზრდის პრორუსულ ნარატივებს. მეოთხე. დემოკრატიული და საგანმანათლებლო ეფექტები. სტუდენტების გადაადგილება გართულდება, რაც პირდაპირ იმოქმედებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე. ახალგაზრდების დემოტივაცია, შეზღუდული საერთაშორისო გამოცდილება. საზოგადოებრივი უკმაყოფილება და პროტესტები, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებსა და ახალგაზრდებში. შესაძლოა ეს იყოს დამატებითი მიზეზი მოსახლეობის ემიგრაციისთვის, ამჯერად უკვე სხვა მიმართულებით, მაგალითად კანადა, ავსტრალია. დასკვნა, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, უმძიმესი დარტყმა იქნება არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლებაზე, არამედ საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე, ეკონომიკაზე და დემოკრატიის იმიჯზე. ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ ქვეყანა დასავლეთის ნდობას კარგავს და გადადის გაკიმის სტადიაში.